სალამი. მე რა დვალიშვილზე დაგპირდით, რომ ვიდეოს ჩავწერთ ხო, სადაც ვისაუბრებდი, როგორ ხედავ მის კარიერის განვითარებას, ანუ შემდგომ ეტაპზე. შემდეგ დაბიჯებს მის კარიერისთვის, ჩემი აზრით იქნება კარგი თქო და ნუ დაპირებულსაც ვასრულებ. სხვა შორის დავუხარო ცოტა ადრე არ დავდე ეს ვიდეო, იმიტომ რომ ცოტა წვეტი, მეგონა რომ წვეტიანი აზრი მქონდა. ნუ, კაი, გადავალ ვიდეოს საქმეზე. ერთი სიტყვით, ნუ მე რამა შევახსენებ ბრძოლის შემდეგ, ახსენა პიოტრიანი, ნუ რომელიც ისეც ვიცოდით, რომ ესეთი ვარიანტი ეგ იყო, ნუ მეორე წრეზე წასვლა, უხეშად რო ვთქვა. ანუ მეორე წრე შეიძლება არ გამოვიდეს, თუ მეორე წრე არ გამოვიდეს კი არა, მეორე წრეზე წასვლამდე შეიძლება ერთი ბრძოლა იყოს, თუ ბაუტისტამ მოუგო უმარს და ნუ მაშინ ბაუტისტაზე, ნუ მეორე წასვლა არ გამოდის, ხო, ჯერ არ შეხვედი. თუმცა ჩემი აზრით მერაბი კარიერულად უკვე ისე დონეზეა, რომ ჩემი აზრით მეორე წელზე წასვლა, ნუ არაფერს არ აძლევს ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, ახლა მე არ აძლევს ახლა ბოლო გაორმაგებს, ხო დაცვეს, მაგრამ ვფიქრობ მისი შესაძლებლობები და მისი უკვე ასე ვთქვათ სტატუსი ითხოვს უფრო მეც. შესაბამისად, ხვდებით ალბათ, რასაც გულისხმობ, კიდევ ერთი ჩემპიონის მისთვის ახალი ჩემპიონის დამარცხებას. სამწუხაროა რომ მე რა თქმა უნდა ვერ ჩავა ქვედაწონაში, ახლა მით უმეტეს მე ისეაც ცოტა მოიმატა ჯანში და წოდაში, მასაში, კუნთოვან მასაში ძირითადად თქვა შეიძლება რაც მით ახლა ზედმეტი წონა რო ქონდეს კიდე დაიკლებდა იმას, არ დაინანეულა კუნთოვან მასის დაკლება, ისედაც მე არა ვარ ზოგადად მომხრე და მით უმეტეს ამ შემთხვევაში. სამწუხაროა რომ მე რა წონას ვერ დაიკლებს და ვერ ჩავა flyweight-ში, ნედან სხვა დივიზიონის კამარი კიდევ უფრო კარგი იქნება, მაგრამ ნუ არ აუჩავს. ამ შემთხვევაში თუ პანტოჟა ამოვა, რადგან საუბრებიც არის, სხვადასხვა მე არ გამოურისხავ, რომ ეს ძალიან მალე საკითხი დადგეს. ვინაიდან პანტოჟასაც იქ მალე ალბათ აღარც ეყოლება არავინ. ინტრიგა არ იქნება არავისთან პანტოჟას შეხვიდა და ახლა UFC-ს არ აწყობს, ახლა გასაგებია რომ არ აწყობს ორი გოუთი თავის დივიზიონის, მაგრამ გოუთი რა, ორ წუთში ულაპარაკოთ დომინანტი, მაგრამ ნუ ინტრიგა ჭირდება ყოველთვის UFC-ს და დომინანტებს ერთი ნაკლი აქვს, ასე ვთქვათ, ჩაკეტილ სივრცეში დომინანტს ერთი ნაკლი აქვს UFC-სთვის, რომ ის უკვე საინტერესო აღარ არის, როცა ყველას უგებს. და რაღაც ახალი გამოწვევები უნდათ და ამიტომ პანტოჟა მერაბის დაპირისპირება ერთ-ერთი ვარიანტი არის ამ ინტრიგის გაჩენისა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიგე, ამ შემთხვევაში პანტოჟა უნდა ამოვიდეს და მერაბისთვის მორიგი დაცვა იქნება, მაგრამ პანტოჟას სახელია ჩემპიონი, დომინანტი ჩემპიონი სხვა დივიზიონში, მაგრამ მაინც და რა თქმა უნდა სახელი იქნება და ცუდი არ იქნება. ჩემი აზრით ყოველთვის მეორე წრეზე წასვლას და გინეს ბაუტისტასთან ბრძოლას მე მირჩენია პანტოჟასთან ბრძოლა მერაბისთვის. არის კიდე მეორე ვარიანტი, რომელიც საერთოდ წვეტიანი აზრი მეგონა რა ასეც იყო პრინციპში საქართველოში, სადაც გავაჟღერე, ყველა ძალიან უკვირდა, ძალიან ისე შემოხედა, მაგრამ ახლა უკვე აღარ არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იმიტომ ვდანო, რომ 2-3 დღის წინ არ დავდე ეს ვიდეო რა, ვიდეოს ახლა ვწერთ, თორე 2-3 დღის წინ ჩამეწერა. ალბათ უფრო ისეთი იქნება, კარგი გამოვიდა, რომ ახლა როდესაც ამ ვიდეოს ვწერ და როდესაც დავდებ, უკვე უცხოეთში ამაზე ალაპარაკდნენ და ამას შესაქმე. მივხვდით ალბათ რომ გულისხმობ ვოლკანოვსკისთან ასვლას. და ვოლკანოვსკისთან ასვლა რატო გაუსვი ხაზი? ერთი ვოლკანოვსკი ძალიან დიდი სახელია. ვოლკანოვსკი მერაბის ბრძოლა, თვითონ ბრძოლა უკვე მოვლენა იქნებოდა. აი დაახლოებით ცოტა ნაკლებია ისლამი ილიას დაპირისპირებაზე. ანუ ისლამი ილიასი კიდე სხვა ისინია დაპირისპირებები აქ ასე ვთქვათ. პატრიოტულ ეროვნული და რაღაცა, მაგრამ ეს რო გამოვრიცხოთ დაახლოებით იგივეა, ეს რო გამოვრიცხოთ და ეს არა აქვს ხა ვოლკანოვსკი მერაბის დაპირისპირებას ეგ კონტექსტი. მაგრამ სულ არ მივაქციოთ მაგას ყურადღება, ისედაც ძალიან ახლოს არის, მოკლედ ეს ბრძოლაც თავისი დატვირთვით. მით უმეტეს მერაბმა ისეთ სტატუსებს მიაღწია უკვე და ისეთი სახელი აქვს. უკვე სახელი დამსახურებულად სტატუსი აქვს უკვე ტახტზე, ისე მყარაძის. და ვოლკანოვსკის სულ ახლახან ასე იყო, ასე განიხილებოდა და კი ილიამ ცოტა შეარყია მისი ავტორიტეტი, მაგრამ კვლავ დიდ ჩემპიონად ასე ვთქვათ დამსახურებლად არის და ითვლება. ეს ვოლკანოვსკი. შესაბამისად, ვოლკანოვსკი მერაბის დაპირისპირება იქნება სერიოზული მოვლენა UFC-ს სამყაროში. ახლა მეორე შანსები მერაბის ვოლკანოვსკისთან. რა თქმა უნდა, ვოლკანოვსკი ბევრად რთულია ვიდრე ყველა ის
გამორჩეული მებრძოლი, ვინც ბენთამვეიტში ანუ სუპერფუძოლაში ყავდა და შეიძლება ყავდეს კიდევ მერაბს, ბუნებრივ ორი აზრი არ არის, მაგრამ თუ ვინმესთან, ასე ვთქვათ, გაბარიტებში დიდი ჩამორჩენა არ ექნება მერაბს ზედაწონაში, ფიზიაში, ანუ ქვემსუბუქ ზონაში ვამბობ. ეს არის პირველ რიგში ვოლკანოვსკი და თან ვოლკანოვსკი რა არის? ვოლკანოვსკი იქიდან გამომდინარე თვითონაც პატარა იყო თავის ზონაში, ქვემსუბუქ ზონაში. შესაბამისად, მან ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ისე იბრძვის ყველასთან ვოლკანოვსკი, რომ ვერც გამოიყენებს გაბარიტებს, იმიტომ რომ იქ გაბარიტებში არავითარ არ აქვს უპირატესობა და ეს გაბარიტებს საერთოდ თიშავს და უპირატესობა და ბრძოლებს იგებს ტემპით, წნეხით და დაუღლელობით. ხვდებით ხო ეს სამი რაღაცა რა არის? კი, ზუსტად. ეს სამი რაღაც არის ის, რომელიც როგორც მინიმუმ არანაკლები აქვს მერაბს. და ფაქტიურად ამ ბრძოლაში სტილისტურად ყოველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ კიდევ გამიმეორებ თავის ზონაში, ქვემსუბუქ ზონაში ვოლკანოვსკი ახლა ვინც არიან ილიას წასვლის შემდეგ, ახლაც ყველაზე მაღლა დგას დონით. სტილისტურად ბევრად კარგია მერაბისთვის, ვიდრე დაუშვათ იგივე იაირ როდრიგესი, რომელსაც ფეხი აქვს მერაბის სიგრძე. და ძალიან რთული იქნება ჩემი აზრით მერაბისთვის, აი ამ დისტანციის ჩახურვა იქნება ძალიან რთული. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი ბრწყინვალედ იბრძვის დისტანციაზე, მაგრამ დისტანციაც და დისტანციაც, ხო? ამიტომ მე მინდა ვოლკანოვსკის რომ შეხდეს მერაბი და ჩემთვის შეიძლება ბუკმეკერები არ დამეთანხმონ და ბევრი არ დამეთანხმონ, ჩემთვის მაგდულაში იქნება ფავორიტი მერაბ დვალიშვილი. იმიტომ რომ დიდ პატივს ვცემ ვოლკანოვსკის კარდიოსაც, ამტანობასაც, ტემპსაც, წნეხსაც, რაც მართლაც მაღალ დონეზე აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი აზრით მერაბს უფრო მაღალ დონეზე აქვს და თან პლუს აზრიც გვეშინია მერაბის შემთხვევაში ერთადერთი გვეშინა შემთხვევით ამის შეცდომაზე ვინმე არ დაიჭოს ერთი დარტყმით ვანფაჩი და გაუტი არ აქვს ვოლკანოვსკის მოდის ეს თქვა. ამიტომ მე სულ არ ხედავ ცუდ ვარიანტს. რა თქმა უნდა ის უფრო რთული იქნება ვიდრე დაუშვათ თუნდაც პიოტრ ახლა ცალსახაა რომ პიოტრთან შედარებით უფრო გაუჭირდება ვოლკანოვსკის მერაბს, მაგრამ ნუ ახლა გამოწვევაა, ცხადია, როცა უფრო მაღალ დონეზე და მაღალ გამოწვევაზე მიდიხარ, ბუნებრივია რომ რთული ცუდა იყოს, ხო? თავისთავად ცხადია, აბა. ხო და ამიტომ ცოტა გული დამწყდა, იმიტომ რომ 2-3 დღის წინ დავიწყე ამაზე საუბარი და ნუ გადავდე ვიდეოში ჩაწერე და ამას უბაში უცხოელობა დამაცე და დღეს დილიდან დავხვდა უკვე რა ყველა მაგასეს და ფაქტობრივად პირველი არ გამოვიდი ამ წვეტიანი აზრის ასე ვთქვათ ავტორი, მაგრამ არა უჩას. ყოველ შემთხვევაში მომწერეთ რა თქმა უნდა კომენტარებში რას ფიქრობთ, რა შანსები აქვს ჩემი აზრით კიდევ ერთხელ მე არ ვამბობ რომ აუცილებლად ფავორიტია, მაგრამ არც ის არ არის ფავორიტი. როგორც მინიმუმ 50-50 მაინც არის ჩემი აზრით ვოლკანოვსკის და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებაში. ძალიან მინდა ებრძოლა ვიხილო და ნახოთ საუბარი მიდის და ალბათ სადღაც შეეცდება ყოველ შემთხვევაში UFC რომ ან პანტოჟა მერაბის ბრძოლა, ასე ვთქვათ, გაჩარხოს. ან ვოლკანოვსკი მერაბის ბრძოლა. პრობლემა იმაშია, რომ თავარი პრობლემა იმაშია, რომ მერაბს რა თქვა მე აქ ძალიან კარგად მეგობრობს. ახლა შეიძლება ძალიან ისეთი ურთიერთობა არ აქვს, ყოველ დღე არ ხედავენ და ხალხოსთან მეგობარი არ არის, მაგრამ კარგი ურთიერთობა აქვს და უყვარს ვოლკანოვსკი და მეგობრად თვლის და ამიტომ მეგობრებთან როგორც ვთქვით მერაბი არ ჭუბობს. თუმცა მე ვფიქრობ რომ მაინც ორივე ძალიან ისეთი ნამდვილი პროფესიონალი ორივე და ვოლკანოვსკის ძალიან კარგად არის განწყობილი მერაბის მიმართ, მაგრამ ახლა თუ კარგი სარფიანი იყო ორივესთვის, რადგანაც არა, ჩემი აზრით შესაძლებელია ებრძოლა შედგეს. მეორე ვარიანტი, ჩემი აზრით, რადგანაც UFC იმუშავებს და ალბათ უკვე იმუშავებს, ეს არის პანტოჟა. რომელიც ასევე, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება პანტოჟა მერაბის ბრძოლა თავისი, ამით, რა ქვია, პომპეზურობით ვოლკანოვსკი მერაბის ბრძოლას, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯი, წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩემი აზრით იქნება მერაბ დვალიშვილის. აი ეს იყო სულ რაც მეთქა და ცოტა მინდა შევეხო ორი სიტყვით ტაქტიკურად და სტილისტურად, სტრატეგიულად მერაბის ბრძოლას. წინვალე იყო მერაბ ბუნებრივია ყველაფერში, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ცოტა არ მომწონს ჯონ ვუდის კი ამბობს ჯონ ვუდი რომ მე არაფერს არ უცვლიო მერაბს, მაგრამ რაღაცა ბოლო ბრძოლაში ყოველთვის მე მომეჩვენა რომ მერაბის ტემპი არ იყო ისეთი, როგორიც არის ხოლმე სხვა ბრძოლებში და ის რომ მერაბი უფრო მეტად ცდილობდა მეტოქის გაკონტროლებას იგივე მიწაზე და
და არა დაუშვა ხელახლა ტეიქდაუნებს. ერთი ხო შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ მერაბის შემთხვევაში მე არ მემაჩნია სწორედ და არც ის არ მომეწონა ერთ-ერთ პაუზის დროს ჯონ უდი ეუბნება რომ კისერი აიღეო რა, როცა ისე კისერს დაიკიდეო რა, კისერზეო მოკლედ. ხო და იცი რა არის მე აი ჩემი ახალი იდეა და პროდუქტი რაც არის რომელიც დავანონსე მე ვიქტორი გაიდ იქ საუბრობ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რაღაცას სკანირებაზე რომ საუბრობ ბრძოლის წინ მეტოქის სკანირების შემდეგ იქ საუბრობ საკუთარი მებრძოლის სკანირებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია შენი მებრძოლის ძლიერი მხარეები იცოდე და თან იცოდე რა არის ძლიერი მხარე ერთი შეხედვით რაღაცა რო გონი მოკლედ არ არსებობს ცალსახად ძლიერი მხარე ერთი და იგივე ფაქტორი შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ძლიერი მხარე ვიღაცისთვის არ იყოს ძლიერი მხარე და ამის სკანირება იქ არის ეს უნდა განააზრო ამ მებრძოლისთვის რა არის ძლიერი მხარე ჩემი აზრით და ამას პირველად არ ვიძახი ამას სულ ვიძახი მერაბის ძლიერი მხარე ზუსტად ის არის რომ იქ კი არ ტოვებს აძლევს საშუალებას რომ ადგეს რომ ისევ აგდებს ეს უფრო ანგრევს ფიზიკურათაც მეტოქეს და მენტალურათაც მე თვლი რომ მერაბმა ეს უნდა გააგრძელოს იგივე და იმის შეცვლა მერაბში რომ მერაბს შეეძლოს მიწაზე დატოვება არ ვარ დაწუნებული ეს კარგს მოუტანს შეიძლება realობაში კარგი თვითონ არ არის ეს მაგრამ ის თუ არ გააკეთა მერაბმა რითიც ცნობილია რომ აძლევს საშუალებას და ეს ძალიან მაგარი რამე თქვა შენომალი ეს ხუმრობს და ძალიან კარგად იხუმრა მეო მერაბმა მხოლოდ ხუჯერ დამაგდოდა იცით რატო არავდექიო და იმიტომ მართლა მაგაზე ხვალ რაც უფრო მეჯერ ადგები მით რომ მეჯერ დაგაგდებსო რა ფაქტია ნახე რა ხუმრობი თქვა მაგრამ არ არის ხუმრობა რა ომალი ამას ძალიან თქვენი ბიჭია სხვა შენომალი და ამას შეგნებულად ავდა და შეიძლება მართლა მაგას მივდა ამასთან ჯობია მიწაზე იყო ნუ ეს კიდევ ერთხელ ამბობ ცოტა ისე ნათქვამი ესე გადაიტანით მნიშვნელობით ну ეს რა თქმა უნდა მე ეჭვი არ მეპარება და შეიძლება კოკოლა დამაყაროს ბევრმა რომ ჯონუს რატო მასწავლიო ну რა ვიცი ხა მე ცოტა ისეთ ის მაგ და დეხანია უყურებ მემეს რომ ვფიქრობ რომ შეიძლება ბევრ ეს პროფესიონალზე მეტიც რაღაცეებში მესმოდეს მაგრამ შეიძლება არც მესმოდეს არ არის მაგას პრობლემა მაგრამ ну ყოველთვის მე ესეთი აზრი მაქვს რომ მე ვფიქრობ რომ აი ეს კონკრეტულად ეგ მითითება არ მომეწოდა რაღაცა მე მაგ მითითებაში დავინახე რომ ჯონუზი ცდილობს მერაბს ასწავლოს ისე რომ როგორ გააჩეროს მიწაზე მეტოქები. იცი რა, მერაბის პირველ რიგში მისი ანთროპომეტრიიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ თლათ კარგია რა თქმა უნდა თუ აჩერებ მიწაზე, მაგრამ ეს უფრო მოგებიანია მერაბისთვის. მისი ფიზიკური და მენტალური თვისებების და უნარებისგან გამომდინარე. ამით უფრო ტეხს მეტოქებს ვიდრე ის რომ მიწაზე ძალიან მე მებრძოლია რომ ტაქსებს სულაც არ უნდა ახონე ადგომა და გარც აიღებს და ქვემოდან ცდილობს მუშაობას და საერთოდ გზობს დისკომფორტს და ის რასაც მერაბი უკეთებს რომ თითო რაუნდში 7-8 ჯერ ვაგდებს ის და წამოდგეფეზე ეგრევე რომ დაგაგდებს ისე ეს არავის არ სიამოვნებს ხო ნუ აი ეს იყო ორი სიტყვით რაზეც მინდოდა მესაუბრა მომწერეთ კომენტარებში თქვენი ბოცაზრებები რას ფიქრობთ პირველ რიგში აი პერსპექტივებზე ვოლკანოვსკი პანტოჟა და თუ თქვა სხვა რამე ვარიანტი გაქვთ ეგეც მოიწერეთ და ნუ ის მეორე ვარიანტი შეიძლება არ მომწეროთ არაფერი უბრალოდ ეს ჩემი მოსაზრება გითხარით შეიძლება ძალიან ხვალაღალია და ცოტა თავხედური მაგრამ არ ვიცი ცოტა ზოგჯერ მახასიათებს ხოლმე თავხედობები აბა დიდი მადლობა და იყავით ჯანზე